სოზარ სუბარის ნაცვლად თინა ხიდაშელი ირაკლი ალასანია საარჩევნო სიაში 64 კანდიდატ შორის სუბარის ადგილი არ აღმოჩნდა. ეს მოულოდნელი და ბევრისათვის გაუგებარი გადაწყვეტილება ლევან გაჩეჩილაძემ ასე შეაფასა. სუბარმა გამარჯვების ფორმულა ვერ დაინახა. ალასანიას მსგავსად დღეს ცნობილი გახდა რამდენიმე საარჩევნო სუბიექტის სიის პირველი ხუთეულის, თუმცა ნაციონალური მოძრაობა ერთადერთია, რომელმაც CSKO-ში უკვე ყველა პროცედურა გაიარა. სიის რეგისტრაციის ვადა რამდენიმე საათში იწურება. ჩვენ ყველა ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დავტოვოთ ვაკანტურად. ჯერ კიდევ სექტემბერში დაანონსებული ალიანსის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გადაწყვეტილებას ცვლის. ლიდერი ირაკლი ალასანია რეგისტრაციის დასრულებამდე ერთი დღით ადრე ამ მომრჩეველს მორიგდა შესაძლოა მათთვის გაუგებარ სიურპრიზს აცნობს. ბუნდოვნად ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს ცნობილი ხდება, რომ სოზარ სუბარი კენჭს აღარ იყრის და არც 64 კაციან საარჩევნო სიაშია. ჩვენ მის მხრიდან გადადგმული, რომ დაუდასტუროთ ყველას და გავაგებინოთ ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენ თანამდებობებისთვის არ ვიქნებით. ოპოზიციის ნაწილში სუბარის გადაწყვეტილება ასე შეაფასეს, მან კანდიდატურა იმიტომ მოხსნა, რომ გამარჯვების ფორმულა ვერ დაინახა. სუბარი კი ამბობს, რომ თავმჯდომარეობის პრეტენზია არ აქვს და პოსტს სხვა ოპოზიციონერ კანდიდატს უთმობს. ალიანსი რჩება თავის შეთავაზების ერთგული, რომ გამარჯვების ფორმულა არის სწორედ შეთანხმებებში, ამიტომაც ის შეთავაზება, რაც გავაკეთეთ, გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ შეთავაზება ღიად. შესაბამისად მე არ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუმცა რჩები ძალიან აქტიურ პოზიციებზე ამ ბრძოლის წინა ხაზზე ყველგან. სუბარის ნაცვლად სიის სათავეში, რომელსაც ალასანიამ ცვლილებების ლაშქარი დაარქვა, თინა ხიდაშელია. მას დავით საგანელიძე, ნათელა მაჭავარიანი, ზურაბ აბაშიძე და დავით ბერძენიშვილი მოსდევენ. ალიანსელები დღევანდელ პრეზენტაციაზე საკუთარი ჰიმნის ფონზე ლიდერის მსგავსად ამ მომრჩეველს მათ წინა საარჩევნო მთავარ სიმბოლიკას აჩვენებდნენ, ცერათიც. ალიანსის სიის პირველი ნომერი კი ოპოზიციას საკრებულოს კოალიციურ მართვას თავაზობს. გავაკეთეთ ღია განაცხადი, რომ მზად ვართ კოალიციურ მმართველობაზე საკრებულოში ირაკლი ალასანიას მერობის პირობებში. სამაგიეროდ არ შეცვლილა ქრისტიან დემოკრატების სიის პირველი ნომერი. უკვე ცნობილია პირველი სამეული წინგა გრიგოლია, ჯაბა სამუშია და ზაზა გაბუნია. საკრებულოს წევრობის კანდიდატების სია ხვალ დარეგისტრირდება. განაცხადი კი გია ჭანტურიამ, რომელმაც იცის როგორ დაწიოს გადასახადები, CSKO-ში უკვე შეიტანა. შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდება მეტი ადამიანი. მოვდივარ საქმით, პირდებით საქმეს. უკვე ცნობილია გუნდი, ვისთან ერთადაც თოფაძე მოდის. მრეწველების ლიდერთან ერთად საქმით მოდიან და ამ მომრჩეველს საქმეს პირდებიან გიორგი ტყემალაძე, შალვა იოსელიანი, ზურაბ კოსტოვა, გია ნუცუბიძე და ვასილ კადენეცი. მერობისა და საკრებულოს წევრთა კანდიდატების CSKO-ში დარეგისტრირებას მრეწველები ხვალაპირებენ. სანამ გადავწყვიტეთ, ვინა საუკეთესო, როგორ გავჩერდეთ, ამიტომ გუშინ საბოლოოდ გადაწყდა, დღეს უკვე საბუთები გავაფორმეთ და ხვალდილით შეგვაქვს CSKO-ში. ის ამბობს, რომ თბილისი მისი სახლია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა მერია მისი, საკრებულო კი თანაგუნდელების სამსახური. ნიკა ივანიშვილის გუნდის პირველი ხუთეულიც უკვე ცნობილია. სიის სათავეში თავად მერობის კანდიდატია, მას შოთა ხაბარელი, გიორგი შერვაშიძე, დავით ჭელიძე და თორნიკე ნიკოლაიშვილი მოსდევენ. ნიკა ივანიშვილი როგორც მერობის კანდიდატი უკვე დარეგისტრირდა. სიას კი სახალხო დემოკრატები CSKO-ში ხვალ წარადგენენ. განაცხადი CSKO-ში დღის ბოლოს შეიტანა თამაზ ვაშაძემ, საკუთარი გუნდი ჯერ არ დაურეგისტრირებია დავით იაკობიძეს და გიორგი ლაღიძეს. სიას ჯერ არ ამხელს ზვია ძიძიგური. უკვე ცნობილ კანდიდატებს კი შესაძლოა ხვალ კიდევ ერთი დაემატოს, თემურ ბობოხიძე. მისმა პარტიამ დარეგისტრირება ვერ მოახერხა, თუმცა ლიდერი იმედს არ კარგავს. რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი საათების განმავლობაში კონსულტაციებს გია მაისაშვილთან გადის. გია არ არის თბილისში, მოგეხსენებათ, ამერიკაშია. აქედან გამომდინარე ცოტა გაჭიანურდა ჩვენი ამ საკითხის გადაწყვეტა. მერობის კანდიდატთან ერთად საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სია CSKO-ში დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს დარეგისტრირებული. შესაბამისად უკვე ოფიციალურად ცნობილია გუნდი, ვისთვისაც გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მერობის კანდიდატი გიგი უგულავასის, პირველი ხუთეული კი ასეთია: ზაალ სამადაშვილი, კონსტანტინე იონათამაშვილი, მარიამ დიდებულიძე, ლაშა იმედაშვილი და ტარიელ ხიზანეიშვილი. დღეს ჩემი მიზანია თბილისი უკეთეს ქალაქად ვაქციო. CSKO-ში ოფიციალურად დარეგისტრირებამდე და საკრებულოს წევრთა სიის წარდგენამდე პოლიტიკურ სუბიექტებს 22 საათი დარჩათ.